მოგესალმებით კიდევ ერთხელ ვაგრძელებთ ჩვენ ყვაბერიცის ალგებრის მეხუთე თავზე მუშაობას და ახლა 5:51 ნომრიდან უნდა გავაგრძელოთ მაგალითების კეთება. ეს არის გამარტივება, საკმაოდ მარტივია, წინა ვიდეოსთან შედარებით ალბათ წარმატებით დავალებები იქნება ახლა რამდენიმე ნომერი და თავისუფლებას მივცემთ, რომ ზოგიერთი მათგანი არ გავაკეთოთ. მაგრამ მაინც რა არის ასეთი სიტუაციებთან განკლავების თავი მუღამი. მოდი და მინდა მე გავამარტივო, შევასრულო მოქმედებები და რა უნდა ვქნა, რა უნდა გავაკეთო. ძალიან გავს ირაციონალურ მრავალწევრებზე მუშაობა, მეგობრებო, ასოით გამოსახულებებზე მუშაობას. როგორც იქ ჩვენს გავს ერთ წევრებს ვაერთებდით, ვუმატებდით და ვაკლებდით ერთმანეთს, აქაც დაახლოებით იგივენაირად უნდა მოვიქცეთ, მაგრამ რა ითვლება მსგავს ერთ წევრით, რომელსაც ფესვში ერთი და იგივე ფუძი აქვთ. ერთი და იგივე ხარი, რისი შეკრება შეგვიძლია ჩვენ, რომელი ორი ირაციონალური გამოსახულების შეკრება შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დავუმატოთ ფესვია და ორი ფესვია, მაგრამ ერთმანეთს ვერ დავუმატებთ, მეგობრებო, ფესვიას და კუბურ ფესვიას. ფაქტობრივად ესენი ითვლებიან სხვადასხვა ხარისხის მატარებლად და შესაბამისად, რომ შეიკრიბოს ორივე ერთ წევრი რა უნდა ხდებოდეს, მათ უნდა ჰქონდეთ ერთი და იგივე ცვლადის შემადგენლობა, ცვლადები ერთნაირი უნდა ჰქონდეთ და თან ეს ცვლადები ერთსა და იმავე ხარისხში უნდა იყვნენ აყვანილი. მაშინ რა ხდება აქ, როგორ მოვიქცეთ? შევეცადოთ თუ იქნა სიტუაცია ერთი და იგივე ხარისხის ფესვი დამიჯდეს და ფუძეშიც ჰქონდეს ერთი და იგივე. მოდი მაინც პირველ მაგალითს გავაკეთოთ, ახლა ყველაზე მარტივი აღსაქმელი ჩანს და მე გადავიდეთ და ლუწები შევასრულოთ. 2 ფესვი 18, დამატებული 3 ფესვი 8, დამატებული 3 ფესვი 32, გამოკლებული ფესვი 50. პირველ რიგში, მეგობრებო, თუ არ შესაძლებელი, ფესვის ნიშნის გარეთ გამოვიტანოთ. ნაწილობრივ ამ ფესვს გავაკეთოთ, იმიტომ რაც უფრო პატარა რიცხვები იქნება ფესვის შედგეთ, მით უფრო მარტივი წარმოსადგენი იქნება ამოხსნის პროცესი. ეგ არის 9×2, მეგობრებო, 18, 9-დან ამოდის ფესვი, ესა 2×3 ფესვი 2, ეს არის 3×2 ფესვი 2, ხო? 2-დანაც ამოდის ნაწილობრივი ამოფესვით ფესვი, დამატებული 3 ეს არის 16×2 და 16-დან ამოდის ფესვი და ესა 4 ფესვი 2 მინუს 50 არის 25×2, ანუ 25-დანაც ნაწილობრივი ამოფესვით ამოდის ფესვი. რა მივიხეთ? ეს არის 6 ცალი ფესვი 2, აქაც 6 ცალი ფესვი 2, აქ 12 ცალი ფესვი 2 და აქ არის, მეგობრებო, 5 ცალი ფესვი 2 და ეგ იგივეა 6x რომ დავუმატოთ 6x, დავუმატოთ 12x და გამოვაკლოთ 5x. რა მოხდება? ცვლადი ნაწილი, ანუ ფესვი გადადის უცვლელად. იმიტომ ირაციონალურ ნაწილებს ფაქტობრივად ვერ ემატება და ვერ აკლებება ერთმანეთს. და რიცხვით კოეფიციენტებში, ანუ 5-ას, 12-ს, 6-ს უყურებთ როგორც რიცხვით კოეფიციენტს რა. რა გამოდის ესა 12, 24, 23 მოკლებული 5 წესით უნდა იყოს 19. მოდი გადავავლოთ მასვას, კი ბატონო, 100-ია. ახლა ეგ იყო პირველი მაგალითი. მოდი მეორე მაგალითში რა ხდება რომ დავაკვირდეთ, ხო? აგერას მეორე მაგალითი და თან ცოტა ფორმაშეცვლილად გადმოვწეროთ. 1/2, მოდი წილადები დავტოვოთ, მე კომფორტულება 10 წიlaდებთან შედარებით წილადებზე მუშაობ. წიlaდებად გარდა ვქნათ ეს. დამატებული 4/5 რა არის? 9/2 არ არის იგივე? გამოკლებული 12/5 იგივე 25/2 არ არის? არ არის ახლა ეგ რთული მისახვედრი ოქროები და პირდაპირ დავწერ. გამოკლებული 1/0. 0/5-ის მაგალითად 1/2-ს დავწერ, ფესვი 200. კარგი. აბა რა მოხდება ახლა? ნაწილობრივი ამოფესვით აქედან არაფერი არ ამოდის, მაგრამ 9-დან ხო ამოდის? მოდი ასე ვქნა. შეხედეთ? ეს ხო იგივე 1-დან ფესვი ამოდის და იქნება ფესვი 4 შეფარდი. 9-დან ფესვი ამოდის და 3-ია და ქვემოთ იქნება ფესვი 2. მინუს 25-დან ფესვი ამოდის, ეგაა 5 და ქვემოთაც იქნება ფესვი 2. მინუს 1/2. 200 ხო იშლება
100 ჯერ ფესვი 2. კი 100 ჯერ 2. 100-დან ფესვი ამოვიდა იქნება 10 და ეგაა ფესვი 2. ასე ეს ნაწილი იმოქმედებს ერთმანეთს, ხო? ერთს დაემატება 3, გამოვაგდება მეგობრებო 5, 4, 4-ს -5 ეს არის -1 და გვექნება -1 ფესვი 2-თან. აქ გამოკლებული რა იქნება ოქროები 10 და 2 შეიკვეცებოდა და მაქვს 5 ფესვი 2. ახლა ერთი შეხედვით ჩანს, რომ ისინი ერთმანეთზე ვერ იმოქმედებენ, ხო? არ გამოაკლებათ ერთმანეთი. ალბათ ხშირ შემთხვევაში ასეც იქნება, რომ არა, ერთი პატარა დეტალი აი აქ ირაციონალურობა როგორ ვსწავლ ნიშნულში, აი ცოტა კულტურულად რო ჩავწეროთ ირაციონალური ნიშნულის ხონეწილად. ეგრელა იქნება, მაშინ მრიცხველი 1 უნდა გავამრავლო ფესვი 2-ზე, ხო? ანუ მრიცხველში გამიჩნდება ფესვი 2 და ნიშნელიც უნდა გავამრავლო ფესვი 2-ზე, ხო? ნიშნულში მექნება ფესვი 2-ის კვადრატი. რა გამოდის? ფესვი 2-ის კვადრატი ხო იგივე 2 არის. ანუ ეგ არ გამოვიდა ფესვი 2 მეორეთი -5 ფესვი 2. კი ბატონო. შევხედოთ ახლა ამას, ეგ რა გამოდის იგივე. ფესვი 2 აქვს ორივეს. ანუ თუ მე ამას ან გავაერთმშლიანებ, ან შევასრულებ შერეულ გამოკლებას, ანუ წილადისა და მთელი რიცხვის, რა მოხდება? მოდი გავაერთმშლიანებ უფრო მარტივი დასანახი ალბათ აქ. მინუს ფესვი 2, გავაგდება, ამას 1 ეგულისხმობა მნიშვნელად, გაერთმშლიანდება, აქ იქნება 10 ფესვი 2 და გამოდის მეგობრებო -11 ფესვი 2 მეორე. დავტოვოთ ასე, ალბათ უპრიანი იქნება, ასე უკეთესიც იქნება მეგობრებო. დავამოწმოთ მაინც. ავტორს შეკვეცილი აქვს ახლა ფესვი 2 და 2 და დატოვებული აქვს 11 შეფარდებული ფესვი 2. შეიძლება ვინმე გამოდგეს და მაგალითად თქვას, რომ ეგ ცოტა კულტურული ჩანაწერია და უფრო კაია ნიშნულში ირაციონალურობა თუ არ გვექნება და მაშინ ასეთი პასუხით შეიძლება იყოს. ყოველ შემთხვევაში ახლა არ უნდა გაგიკვირდეთ ამ ერთი ან მეორე რო შეგვიძლია. კარგი, მოდი ნახოთ ახლა რას გვთავაზობს 5-ის 41-ის მეოთხე მაგალითი. ფესვი 11-ს გამოკლებული 5 ფესვი 3 დამატებული 2 ფესვი 11 დამატებული ფესვი 27. ეგ ფაქტობრივად ემსგავსება მეგობრებო სიტუაციას, როდესაც ორი ცვლადი გაქვს გამოსახულებაში. რატომ? ფესვი 11-იანი ვერასდროს ვერ მოქმედებს ფესვი 3-ზე შეკრებით და გამოკლებით. მაშინ ფესვი 11-დან უნდა ამოიღო მიახლოებით უნდა დაწერო პასუხი და აი ასეთი ფორმით რო დავტოვოთ, ისინი შეკრება გამოკლებით ვერ იმოქმედებენ. მოდი გავხაზოთ, ეს ამაზე იმოქმედებს, ანუ 1 ცალი ფესვი 11 გვაქვს, 2 ცალი ფესვი 11, ანუ ეს იქნება 3 ცალი ფესვი 11. ახლა დააკვირდით ერთ გარემობას. აქედან ნაწილობრივი ამოფესვით ეს ხო 9 ჯერ 3-ია, 9-დან ამოდის კვადრატული ფესვი 3 იქნება, 3 ფესვი 3. დადებითი 3 ფესვი 3. ანუ ეს რო ორხაზიანებად გავხაზოთ, უარყოფითი 5 ფესვი 3-ს დამატებული დადებითი 3 ფესვი 3, ეს არის -2 ფესვი 3. მოდი შიდა აქ. თუ დავწერე ფესვი 3. ბოდიში ერთხაზიანების მოქმედების შედეგი იქნებოდა 3 ფესვი 11. ბოდიში გიხდით და შესაბამისად, ის სწორად არის დათვლილი, დარჩებოდა ამას ვერ შევეხებით, მეგობრებო, უნდა დავტოვოთ ასე. იგი ნახოთ მე-6 მაგალითი. კუბური ფესვი, ჯერ კუბური არ არის, კუბური მერვეშია, ფესვი 90-დან დამატებული ფესვი 40, გამოკლებული ფესვი 250. რა ხდება ახლა აქ მეგობრებო? თუ არის საშუალება, მოდი ნაწილობრივი ამოფესვა გავაკეთოთ, რაც შეიძლება გავიტანოთ ფესვის ნიშნის გარეთ მამრავლი და მე დავაკვირდეთ პროცესს. ახლა კარგი ის არის 9 არის 90-იანი 9 ჯერ 10, ხო? ანუ 9-დან ამოვა ფესვი 3 იქნება და 3 ფესვი 10. 40 არის მეგობრებო 4 ჯერ 10. 4-დან ამოდის ფესვი, ეს 2-ია და აქ იქნება ფესვი 10. 250-დან ამოდის, ასე 25 ჯერ 10-ია, 25-დან ამოდის ფესვი 5 იქნება და ფესვი 10.
თუ დავკრებთ ახლა 3 + 2 5-ია, 5 - 5, ესა 0 ცალი ფესვი 10, ანუ 0 იქნება მეგობრებო აქ პასუხი. და მოდი ხოლო მაგალითიც იმედია ახლა ესენიც არ შეგვიქმნიან ამ გარკვეულ პრობლემას, მე 3 - 5 მეშვიდე ამასაც წარმატებით დაძლევთ. კარგი. მესამე ხარისხის ფესვი 16 დამატებული. მესამე ხარისხის ფესვი 54 დამატებული. მესამე ხარისხის ფესვი 432. ანუ აქ კაც ნაწილობრივ ამოფესვას მივაწვეთ ახლა, სასურველია ზუსტი კუბები გამოვკვეთოთ, მეგობრებო. 11 არის ახლა რისი მესამე ხარისხი, 8 არის, 2-ის მესამე ხარისხი და 8 ჯერ 2-ია 16, ხო? 8-დან ამოვა კუბური ფესვი, იქნება 2 კუბური ფესვი 2. 2 დარჩებოდა კუბური ფესვი. 54 არის 27 ჯერ 2 და 27-დან კუბური ფესვი ამოდის 3-იანია და 3 ჯერ კუბური ფესვი 2 დარჩებოდა. ხო, 132 ხრები ახლა რომ გავყოთ, აი მოდი 2-ზე რომ გავყოთ, რა მეიღება 2 1 6, ეს არის 6-ის კუბური ფესვი, თუ არ ვცდები, ხო? 6 ჯერ 6 არის 36 და 36 ჯერ 6 180 პლუს 36 კი ბატონო 216-ია. ანუ ეს არის 6-ის კუბი, 216 ჯერ 2-ად იშლებოდა ეგ და 216-დან ამოვა კუბური ფესვი იქნება 6 კუბური ფესვი 2. შევხედოთ, რომ ირაციონალური ნაწილი ერთნაირი აქვს ამ სამივე შესაკრებს, შესაბამისად მეგობრებო, მათი შეკრება შეგვიძლია უკვე ჩვენ. და იქნება 2 + 3 5, 2 + 6 11 კუბური ფესვი 2-თან. იმედია, ხეთ პრობლემას არ წარმოადგენს. ამი, ახლა მოდი ნახოთ, რას გვთავაზობს 42 ნომერი. 42-ში 4 ქვენომერია, ქვეპუნქტია. აი თითოეული მათგანი ნახოთ ახლა და აი მაგალითად პირველი. პირველში უნდა შეასრულო გამრავლებაო და აჰა, ალბათ ეს ტესტავს ახლა გამოწვევს ამ ნომრებით ავტორი არითმეტიკული კვადრატული ფესვის და ზოგადად n-ური ხარისხის ფესვის თვისებები როგორ დავამოყავთ? მოდი ბოლო გავაკეთოთ. ეგ რა არის? როდესაც ფესვი ამრავლდება ფესვებაზე, რომ შეგვიძლია შევიტანოთ ერთი ფესვის ნიშნის ქვეშ. თუ ერთი და იგივე ხარისხის ფესვები. აი, 3 ჯერ კვადრატული ფესვი 7-დან გამრავლებული 2 ჯერ კვადრატული ფესვი 14-ზე. ნუ აქ 3 და 2 გამოვრავოთ ერთმანეთზე, 6 არის, კვადრატული ფესვები ერთ ფესვში შევა 7 ჯერ 14-ია. არ გინდათ ახლა ამის კვადრატში 7 ჯერ 14-ის დაწერა, უბრალოდ 14 რომ დამარცხოთ, ეს ხო არის 7 ჯერ 2. თვითონ 7-იანი 7 კიდე. ანუ ფაქტობრივად ეს არის 6 ჯერ კვადრატული ფესვი 7-ის კვადრატიდან ჯერ 2-დან, ხო? 7-ის კვადრატიდან ამოვა კვადრატული ფესვი 2 დარჩება და ეგ იქნებოდა 42 ფესვი 2. ნუ აქ ზედმეტადაც გავწელეთ ახლა, იმედია არ დავძრახავთ ამისთვის. რას გვთავაზობს, მოდი მეორე სავარჯიშოც ვნახოთ, ეს რამდენი მაგალითია? აჰა, 3 მაგალითია. მოდი გავაკეთოთ მეორე. კვადრატული ფესვი 2-დან, გამრავლებული კუბური ფესვი 2-დან, გამრავლებული მეოთხე ხარისხის ფესვი 2. რომ შევცვლოთ მეგობრებო ჩვენ, ანუ ფუძე ერთი და იგივე რიცხვია. ანუ ის 2 არის. და აი გამრავლება, გაყოფის შესრულება აქ უკვე შესაძლებელია. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ხარისხადაც, ან ფესვებიც ერთი და იგივე ხარისხის მატარებელი იქნება. ანუ ერთნაირი ფუძიანების გამრავლების იდეას გაიმეორებს ეს რა. მაგრამ ნუ თქვენ როგორც იცით, ახლა შეკრება გამოკლება ვერაფრით ვერ მოხდება, რაც არ უნდა ერთი ფესვი ჰქონდეს. სხვადასხვა ხარისხის მაჩვენებლები თუ აქვს, რაც არ უნდა ერთი ფუძე ჰქონდეს ამ ფუძეს, რაც სხვადასხვა ხარისხის მაჩვენებლები თუ აქვს, ვერ შევკრებთ და გამოვაკლებთ, მაგრამ სამაგიეროდ გამრავლება გაკეთება შეგვიძლია, ოღონდ როგორ უნდა მოხდეს?
უნდა შევიდეს ერთი ფესვი შიგნით, ხო? წევრები და აი ერთი ფესვი შიგნით რომ შევიდეს, თითოეულ თანამამრავლს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე ხარისხის ფესვი. მაშინ ეს უნდა მოახერხოთ, უნდა მივიყვანოთ აქამდე. კი ბატონო, მივიყვანოთ, მაგრამ ამაში რა თვისება გვეხმარება? ამაში გვეხმარება ერთი თვისება, მეგობრებო, თუ ჩვენ გვაქვს, რომ არიცხვი n ხარისხში და ის იფესვება m-ური ხარისხის ფესვით, ჩვენ სამართლიანია დავწეროთ, თუ ფესვსაც და ხარისხის მაშვენებასაც ერთი და იმავე კარიცხვზე გავამრავლებთ, მეგობრებო. რაც გიდათ ის იყოს ეს კარიცხვი, როლისაგან განსხვავებული, თუ აიყოს თავარია დადებითი რა. m-ი უნდა იყოს შემთხვევაში ნატურალური, n-ი მთელი, მაგრამ აღარ ვიდახავ აქ დეტალებში ამ ეტაპზე ვისვლა. თქვენ გაქვთ უფლება ერთსა და იმავე კარიცხვზე გაამრავლოთ და გაყოთ პრინციპში, შესაძაც დადებითია. ხარისხის მაჩვენებელიც ესეც და ფესვის მაჩვენებელიც. მაშინ მე რომ ამდგარიყავი ახლა აქ და აქ ხო კვადრატული ფესვი მაქვს, კუბური ფესვი, მეოთხე ხარისხის ფესვი და მივხვდარიყავი რომ თითოეული ამ რიცხვის აი მსგავსი გარდაქმნით მივყვანა შეგვიძლია მე-12 ხარისხის ფესვა. მაშინ აქ დავწერდი 6-ზე გავამრავლებდი ორიანსას და ხარისხის მაჩვენებელსაც და აქ ორიანს თავზე რაც აწერია, იმასაც 6-ზე გავამრავლებდით. გვექნებოდა მე-6 ხარისხის მე-12 ხარისხის ფესვი 2-ის მე-6 ხარისხიდან გამრავლებული. აქ უკვე 4-ზე გავამრავლებდით, ანუ მე-12 ხარისხის ფესვი 2-ის მე-4-დან და გამრავლებული, აქ უკვე 3-ზე გავამრავლებდით ოქროები, მე-12 ხარისხის ფესვი 2-ის კუბიდან. და როგორც ხედავთ, ეს უკვე შეგიძლიათ შეიყვანოთ ერთი მე-12 ხარისხის ფესვი, აქ იქნება 2-ის მე-6 ხარისხი, 2-ის მე-4 ხარისხი, 2-ის მე-3 ხარისხი და ეგ არის იგივე მე-12 ხარისხის ფესვი 2-ის მე-13 ხარისხიდან. თუ ნაწილობრივ ამოფესვას აქ განახორციელებდით, 2-ის მე-12 ხარისხი ჯერ 2-ის მე-12 ხარისხიდან ამოვიდოდა მე-12 ხარისხის ფესვი და ეს იქნებოდა აი ასეთი პასუხი ოქროები. და ეს პრინციპში ახლა მარტივია, მაგრამ ერთგვარი სიახლეც არის, როგორ მივიყვანეთ ჩვენ ერთი და იგივე ფუძის მატარებელი, მაგრამ სხვადასხვა ხარისხის ფესვის მქონე რიცხვები ერთი და იმავე ხარისხის ფესვამდე. ну ძალიან გავს ეს სიტუაცია წილადების გაერთმშველიანებას, ხო? კარგი. მოდი ვნახოთ ახლა მესამე, რაღაც ისეთი ლამაზი მაგალითი ნაკლებ არის, მეგობრებო, მაგრამ მაინც რადგან ცოტა განსხვავებულია, არაფერი განსაკუთრებიდი აქ არ არის. პირველი მაგალითი კიდევ მეტაკლებად კოხტა მაგალითია. მოდი კაი პირველიც გავაკეთოთ და გავაკეთოთ მეორეც. და მეოთხე აღარ გვინდა, იმიტომ მეოთხე ძალიან იმეორებს მეორეს. კაი, მესამეს მოდი პირველს ვაკეთებ. თავისთავად ფრჩხილების გახსნა არის განსახორციელებელი, მაგრამ აი მოქმედება რომ შესრულდეს ძალიან კომფორტულია თუ ერთი და იგივე ხარისხის ფესვები გვექნება. აი აქ არის კვადრატული ფესვი. ანდა მოდი რა ვქნათ, იცი, ჯერ გავხსნათ ფრჩხილები, აი ფესვი 2 გავამრავლოთ ფესვი 2-ზე. ეგ ხო იგივე ფესვი 2-ის კვადრატი, ანუ 2 იქნება. მერე ეს გავამრავლოთ ახლა ამაზე მინუს კუბური ფესვი 4 გამრავლებული ფესვი 2-ზე და დამატებული აი მეოთხე ხარისხის ფესვი 8 გავამრავლოთ კვადრატული ფესვი 2-ზე. მოდი ახლა აი ამას ცალკე მივუდგეთ, მოდი აქ გავხადოთ ორივეგან მე-6 ხარისხის ფესვი, ეს იქნება მე-6 ხარისხის ფესვი. შეგიძლიათ დაინახოთ ერთი დეტალი, ოქროები, რომ აქ 2-ის კვადრატია, მაგრამ პრინციპში ეს დიდად ვერ გადაგვარჩენს. მე-6 ხარისხამდე მაინც მისასვლელი ვარ თუ ერთ ფესვში შევიდავთ. ამიტომ იყოს. ანუ 2-ზე გავამრავლდი აქ 300-ას და 4-საც ავიყვანდი ასე კვადრატში. გამრავლებული ეგეც მე-6 ხარისხის ფესვი გავხადოთ, ანუ 3-ზე მიწევს გამრავლება აქ ორიანის ფესვი, რაც არის და თვითონ 2-საც ავიყვან კუბში.
ეგ რა იქნება? ეს შევა მეგობრებო ერთ ფესვში და მოდი 2-ის ფუძემდე დავდეთ 4-ის კვადრატი. იგივე ხო 2-ის მეოთხე ხარისხია. 16-ია და 16 2-ის მეოთხე ხარისხია, აქ 2-ის კუბი, მოდი ასე. და ეგ გამოდის მეგობრებო, პრინციპში მე-6 ხარისხის ფესვი 2-ის მე-7 ხარისხიდან და თუ ავდგებით და გამოვიტანთ ნაწილობრივი ამ ფესვით, ერთი ცალი ორიანი გამოდის და მე-6 ხარისხის ფესვი დარჩება ერთი ორიანი. ახლა ვიახლოვოთ რა ხდება. ეს არის მეგობრებო მეოთხე ხარისხის ფესვი ისედაც აქვს რუიანს და აი მოდი ეგ გავხადოთ მეოთხე ხარისხის ფესვი, გაერთმიშველიანებაა ხო იგივე. აქ 2-ზე გამრავლდება ეს და ორიანი ცავა კვადრატში და შესაბამისად ეს იქნება მეგობრებო მეოთხე ხარისხის ფესვი 8 ხო 2-ის კუბია. ეს 2-ის კვადრატი, ანუ 2-ის მე-5 ხარისხი გამოდის და 2-ის მე-5 ხარისხიდან ერთი ცალი ორიანი გამოვა გარეთ და იქნება მეოთხე ხარისხის ფესვი 2. რა მივიღეთ? მივიღეთ 2-ს გამოკლებული 2-ჯერ 6 ხარისხის ფესვი 2 დამატებული 2-ჯერ 4 ხარისხის ფესვი 2. ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი ესეთი რომ მოვიყვანოთ ერთი და იმავე ფუძემდე, ანუ აქ 12 გავხადო, ეს 12 იქნება და 2-ს 2-ზე, ანუ 6-იანი 2-ზე გამოვრავდა 2-ის კვადრატში რომ ავიყვანო, ხო? 4 მაგალითად ეს რომ აქ 3-ზე გამოვრავ მე-12 ხარისხის ფესვი იქნება ორიანი დარჩება, ორიანს აღვიხებით წინ. და აქ იქნება კუბშიავა და 8 არ დაგავსოთ ექრები ერთნაირი ხარისხის ფესვები კი აქვთ, მაგრამ ფუძეებიც ერთნაირი უნდა გქონდეთ, რომ შეიკრიბოს ეს ორი გამოსახულება. ამიტომ მეგობრებო, აქ ვეღარაფერს გავხდებით, ბევრს ვერაფერს ვერ ვიზავთ და დავტოვებდით ამას ასე. შეგიძლიათ სილაბაზისთვის ახლა 2 გაიტანოთ ჭხილებს გარეთ და ისე დაწეროთ. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა ამ 42-ის მესამეს მეორე მაგალითი. აი 1 პლუს ფესვი 2 რომ გამოვრავლოთ 1 მინუს კუბური ფესვი 3-ზე. აი ვერაფერს ვერ ვიზავთ აქ გასაკუთრებას. ფილს გახსნი 1 1-ზე გამრავლდება 1 კუბური ფესვი 3-ზე გამრავლდება. ფესვი 2 1-ზე გამრავლდება გაცრავად. და ფესვი 2 დადებითი გამრავლდება ახლა დებითი აღარ გვინდა, რადგანაც უარყოფით ბრალდებოდა, პირდაპირ მოდი მინუსი დავწეროთ კუბური ფესვი 3-ზე. ვადგებით ახლა და ამას ცოტა სხვაგვარად ჩავწერთ და ეს იქნება და ეს, ანუ თუ აქაც მე-6 ხარისხამდე მივყვანდით ორივეს, აი ამასაც და აი ამასაც, ხო? ნუ ცოტა შელამაზდება ალბათ. ეს იქნება მე-6 ხარისხის ფესვი, რადგანაც კუბში ამყავს, ანუ 3-ზე ვამრავლებ, ანუ 2-ის კუბი იქნება, გამრავლებული მე-6 ხარისხის ფესვი. აქ კვადრატში აყვანა გამოდის ეს 3-ის კვადრატი იქნებოდა და ეს იქნება მე-6 ხარისხის ფესვი 2-ის კუბი 8 არის, 3-ის კვადრატი 9 არის და ფაქტობრივად გამოვიდოდა 72. ესე იგი, ერთს გამოკლებული კუბური ფესვი 3 დამატებული კვადრატული ფესვი 2, ესენი არ იკრიბება. სხვადასხვა ხარისხის ფესვებია და გამოკლებული მე-6 ხარისხის ფესვი 72. ასე ახლა. ვიღაცა შეიძლება ასე ვფიქროს. ეს ამ პასუხის დატოვება. ამი. მოდი ახლა 53-ს შევუტიოთ. დავაკვირდეთ რა სიტყვები ჩვენგან. რადგან იგივე რუტინაა, ქვები ერთი და იმავე ხარისხამდე უნდა მივიყვანოთ. პირველი საკმაოდ მარტივად მოხდებოდა, კვადრატში აიყვანდით 900-ს და ანუ 900-ს რა 2-ზე გავამრავლებით ხარისხის ფესვის მაჩვენებელსაც აქ 18 ხარისხის ფესვი იქნებოდა, ქვემოთაც მასე იზამთრით და კაი, ეგ არაფერი. მოდი მეორე მაგალითი გავაკეთოთ. თითქმის ეგეც იგივეა და ამიტომ თავისუფლებას მიცემ პირდაპირ ამით დავიწყოთ. ცოტა მოგვიანებით შეგვიძლია მე გავიხსენოთ, რომ m-ის შეფარდებული a-თან ეს იგივე არის n-m ხარისხი, ოღონდ a ვარყოფითი უნდა იყოს. დადებითი უნდა იყოს პრინციპში, იმიტომ რომ დადებით რიცხვებზე ვისაუბროთ.
ნული შეიძლება გარკვეული პრობლემა შექმნას თუ n ნული იქნება, ანუ უარყოფითი. n მთელი უნდა იყოს და m ნატურალური. და შეგიძლიათ ასეთი რაღაც დაწეროთ რა. ანუ იდეაში ჩვენ არ განვიხილავთ -2 განა არ შეიძლება რომ განვიხილოთ და ვილაპარაკოთ რა, მაგრამ არ განვიხილავთ წილად ხარისხებს არ შეგვიძლია ასედაც განვიხილოთ, ანუ უფრო იქნება სიტუაციები აღწერილი, სადაც ახარისხდება ფუძეში იქნება დადებითი რიცხვი. კარგი, გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი. ესე იგი, რა იქნება პირველ შემთხვევაში? მე რომ ხარისხის ფესვი თუ არის კვადრატში, ну, შეიძლება გავაკეთოთ მეგობრებო ახლა აქ. აი აქ გეხმარებათ ახლა პრინციპში ის წარმოდგენა, რომ ეს 10-ის იგივე 2 მერვე ხარისხია რა და ეს შეიკვეცება და გამოდის 10-ის 1/4. ანდა თვისება გავიხსენოთ მეგობრებო, რომ მაგალითად mk ასე ხო არის და n და შეგვიძლია ჩვენ თუ დადებითია ხო კ-ზე გავყოთ ან გავამრავლოთ ხო, როგორც ფესვის მაჩვენებელი, ისე ხარისხის მაჩვენებელი და გამოვიყენოთ აი ეს თვისება. და დარჩება m-ი n-თან. ჩვენ ხო ვიცით რომ კვადრატში გარედან რომ ადის, ეს იგივეა, ეგეც თვისებაა ხარისხის, n-ური ხარისხის მეგობრებო. ასე შეგიძლიათ დაწეროთ და უკვე შეგეძლებათ ამათი შეკვეცა. ანუ იქნება მეოთხე ხარისხის ფესვი 10-დან. ქვემოთ ახლა კაი ამჯერად გადავწეროთ. ახლა მოდი მივიყვანოთ, მე გაყოფა არის ხო, ფაქტობრივად ქვემოთ გამრავლებაა და რა თქმა უნდა მოწადინებული ვართ მეგობრებო, ეს შესრულდეს, ესე იგი ერთი და იგივე ხარისხის ფესვამდე უნდა მივიყვანოთ ეს სიტუაციები. მეოთხე ხარისხი რა ხარისხამდე მევა იგივე ამ თვისების მოყენებით 3-ზე გავამრავლებთ 4-საც და 10-ის ხარისხსაც, ანუ 1-საც. ეს იქნება მე-12 ხარისხის ფესვი 10-ის კუბიდან. აქაც 12-მდე 6-იანი მიყვანადი, ანუ 6-ის, 12-ის და 4-ის უმცირესი საერთო ჯერადი 12 იყო და მიტომ მიყავს თითოეული მათგანი 12-მდე. 6 12-მდე რომ მივიდეს 2-ზე უნდა გავამრავლოთ და 10-ის ხარისხი ანუ ერთიანიც 2-ზე უნდა გავამრავლოთ. ანუ 10-ის კვადრატი იქნება. ეგ ისედაც არის, ხო? ახლა ეგ უკვე შეგვიძლია ერთი ხარისხის ფესვში შევყაროთ ყველა 10-ის კუბი და 10-ის კვადრატი, 10-ის ერთი ხარისხია, ესენი იკვეცება, აი, გამოდის მე-12 ხარისხის ფესვი 1-დან და პასუხი იქნებოდა მეგობრებო 1. ყოველთვის გვიხარია, როცა მსგავსი პასუხი მიიღება, ხო? მოდი ნახოთ 54 სავარჯიშო თავაზობს. კლასიკა, კაც ბევრ მარტივია, ანუ ჭრილს გავხსნით, შევასრულეთ გაყოფას და რადგანაც ესეც კვადრატული ფესვია, ხო? ეგეც კვადრატული ფესვია, გამყოფიც ან პირდაპირ ერთ ფესვში შევიდოთ. მოდი მეორე მაგალითი გავაკეთოთ, მაინც. მოდი პირდაპირ დავწერ რა. აი, ამის გაყოფ შედეგი რა იქნებოდა? თითოეული ესეც გაიყოფა ამაზეც და რადგანაც ორივე კვადრატული ფესვია, ერთ ფესვში დავწერ, ანუ 3.6 გაიყოფა ერთ ფესვში შევიდოთ, აი 5.39-ზე. მე მეორეც გაიყოფოდა ანალოგიურად, ანუ მინუს ესეც ერთ ფესვში შევიდოდნენ. მეგობრებო, და 1.7 გაყოფილი 5.39-ზე და ახლა შევასრულოთ მოქმედებები. გადავაქცევთ არაწესიერთწილადად 3-ჯერ 13 39 39 + 6 45 გამრავლდება შემრულებულზე 39 მე-5-ზე 13 და 39 იკვეცება გარის 3 5 და 25 იკვეცება გარის 9 კაი მე მინუს აქაც ანალოგიურად მოვიქცევით 13-ისა 20 13 გამრავლებული 39 მე-5-ზე იკვეცება 3-ია, იკვეცება 4-ია უკვე და ნუ რა ხდება? აქ არის 9-ჯერ 3, ხო? ნაწილობრივ ამოფესვით ეს იქნება 3 ფესვი 3. აქ არის 4-ჯერ 3, ანუ ნაწილობრივ ამოფესვით ეს იქნება 2 ფესვი 3 და პასუხი იქნებოდა ფესვი 3. კარგი.
ნუ მოდი შევამოწმოთ მაინც 44-ის მეორე. კი ბატონო. აბა ტემპი დავაგდოთ ახლა და 45 ვნახოთ რა სიტყვებს. თუ გადავწყვეტ მნიშვნელობა მეგობრებო, ახლა რომელ მაგალითს გავაკეთებთ? ალბათ არანაირი. ეგ არის, ნუ რას უნდა მივხვდარიყავთ? მოდი მაგალითად მეორე გავაკეთებთ. 45-ის მეორე. ნუ ვიცით მეგობრებო, რომ 3.37-ის 1/2 ხარისხი არის y. და მე მინდა ახლა y-ით გამოვსახო, ნუ იპოვეთ რა, y-ით უნდა გამოვსახო, მაგალითად 327, უბრალოდ 33,700-ის 1/2 ხარისხი. რა იქნება აქ უბრია? აქ მეგობრებო 3.37-ის 1/2 ხარისხში. ნუ 1/2 ხარისხი იგივე ფესვია, ხო? ამიტომ ვივაჩვენთ ახლა თვალი. შეგიძლიათ ფესვის დაწეროთ, ანუ უბრალოდ თავარია ფუძე არის რაც აქვს ამწილად ხარისხებში იყოს დადებითი და შესაბამისად ახლა აბენამრავი თუ გექნება შენ 1/2 ხარისხი შეს იგივეა რომ აცავიდეს 1/2 ხარისხში და ბეცავიდეს. ნუ დაახლოებით იგივე რა ხდება რაც ნატურალური ხარისხების დროს იყო, ხო? აბენამრავი ხარისხი გარეთ თითოეულ თანამამრავლებს ახარისხებ და მე გადაამრავლებ ერთმანეთს. და რა არის ახლა მუღამი? რადგანაც შენ 3.37-ის ხარისხიც ხო არ წარმოვადგინოთ, აი ეს რიცხვი 3.37-ის საშუალებით. აი ამაში დაგეხმარებათ ახლა ჩვენს მოსწავლეებს უკვე დასწავლი აქვთ რიცხვის სტანდარტული სახის წარმოდგენა, რომელსაც არ გქონდეთ დასწავლი, მაინც უპრობლემოდ უნდა გააკეთოთ წესით, მაგრამ ნუ იქ დავარჯიშები ხართ გავს რაღაცაზე, ეგ იქნება გამრავლდება რაზე? 10-ის მე-4 ხარისხზე, ხო? ანუ ეს რომ დააბრუნო და ვიყვანო აქამდე 4 ნულით დაბოლოებულ 10-იანზე უნდა ამრავლო. 10-ის მე-4 ხარისხზე. ანუ გამოდის მეგობრებო, რომ 3.37 ჯერ 10-ის მე-4 ხარისხი ამყავს 1/2 ხარისხში. დამრავლის ხარისხი კი რას უდრის? თითოეული თანამამრავლის ხარისხს. იპოვიდით და ასე გადაამრავლებდი ერთმანეთზე. ეგრე არის მეგობრებო, ეს y-ია. ეგრე არის ხარისხიანი სახარისხება, ეს არის 10-ის მე-4 ხარისხი გამრავლებული 1/2-ზე. ძალიან მარტივად 4 და 2 შეიკვეცება და დარჩება 10-ის კვადრატი. ანუ y გამრავლებული 10-ის კვადრატზე. 100 y-ია ოქროები. ჩვენ მოვახერხეთ, y-ის საშუალებით გამოგვისახა თუ ასე გთხოვეს ის რა, რაც იყო წარმოდგენილი. კაი, მოდი და მაგალითიც ნახოთ, აი მე-4-ს ნახოთ. აგერა. ეს არის 0, 1, 0, 2, 0, 3, 0 და მერე მოდის 327-ის 1/2 ხარისხი. ნუ ეგ რა იქნებოდა? 3.37-ით რომ წარმოვადგინო, ანუ ჭირდება დახმარება 1, 2, 3, 4-ზე უნდა გავამრავლო, მაგრამ ანუ ფაქტობრივად ეს არის 3.37 გამრავლებული 10-ის მინუს მე-4 ხარისხზე. ფაქტობრივად 3.37 უნდა გააყო 10-ის ხარისხებზე, რომ აქამდე დახვიდე, ხო? და თუ მინდა მე 3.37-ის საშუალებით წარმოვადგინო, ეგ შესაბამისად 3.37-ის შემცირება გაყოფა მიწევს და გაყოფა რა არის იგივე? გამრავლება 10-ის მინუს ხარისხზე. და შეგიძლიათ ასე დაწეროთ. ასე შეგიძლიათ დაწეროთ. იგივეა ეგ. მედია პრობლემა არ შექმნა. და ეს ავა 1/2 ხარისხში. ნუ ეს იქნება თითოეული თანამამრავლი, აი ამ თვისების დახმარებით, ავა 1/2 ხარისხში გამრავლებული 10-ის 4 ხარისხით. ავა 1/2 ხარისხში და ეგ ხო y-ია ოქროები. და აქ ხარისხის მაჩვენებლები გამრავლდება ერთმანეთზე. -4 1/2-ზე შეიკვეცება, -2 დარჩება და ანუ იქნება y გამრავლებული 10-ის -2 ხარისხი. და ახლა ამის დატოვება ასე თქვათ ლამაზი არ არის და დავწეროთ ეს ხო იგივე 10-ის -2 ხარისხი 1/100-დია. 10-ის კვადრატი აღო მნიშვნელში და შესაბამისად იქნება y გაყოფილი 100. ნუ ფიქრობ საკმაოდ სასიამოვნო ნორმალური მაგალითი იყო და მოდი არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ მუშაობა 46-ზე ნახოთ
რა გვექნება სამუშაო. მოდი, 46-ეს არა მგონია, მაგრამ გარკვეული პრობლემა შექმნას ახლა ოქროები. მოდი იყოს კაი, პირველი ვნახოთ, გავაკეთოთ რა უნდა. ესე იგი, A ვიცით არის 8, B ვიცით არის 4 და მაგალითი არის ასეთი. B 33 ხარისხში, A 1/5 ხარისხში მრავლდება B 5/4 ხარისხში. ანუ ავტორი საკმაოდ მსუბუქი სიტუაციებით გვაჩვევს ახლა წილადი, ანუ რაციონალური სახით წარმოდგენილ ხარისხებზე მუშაობას. ჩვეულებრივია ოქროები, აი ძალიან მარტივი სამუშაოა, ბევრი არაფერი, უბრალოდ გესმოდით, რომ ეს იგივე არის მეხუთე ხარისხის ფესვი აქ. პრინციპში ახლა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეს რომ სარიცოდე ისედაც გააკეთებ ამოცანას, მაგრამ არა რატომ არ უნდა ვიცოდე, ხო? მნიშვნელი ხარისხის მნიშვნელი გვეუბნება რა ხარისხის ფესვი გვაქვს, ხოლო მრიცხველი გვეუბნება თავად ფუძე რა ხარისხში არის. ეგ ხარისხი არის ახარისხების მომენტია. ეგ იქნებოდა 1/5-ის გამრავლდება 20-ზე, გამრავლებული 5/4-ის გამრავლდება 20-ზე. აქ იქნება B 33 ხარისხში. 5 და 20 შეიკვეცება, ეს იქნება A მეოთხე ხარისხი. 4 და 20 შეიკვეცება, 5-ია B 25 ხარისხი და მრიცხველში არის B 33 ხარისხი. ეგ ხო სხვა არაფერია თუ არა, ერთნაირ ფუძიანების გამრავლება გაყოფა. როგორ აი B 33 ამ შემთხვევაში უნდა გაიყოს B 25-ზე, ხო? და ეგ იქნებოდა ხარისხის მაჩვენებაში ფუძე გადადის უსულად და ხარისხის მაჩვენებაში აკლეთ, ხო? ასე იქნებოდა. და რა გამოდის? ეს გამოდის B-ს მერვე ხარისხი შეფარდებული A-ს მეოთხე ხარისხი. ну იდეაში მორჩა გასაკუთრებული აქ არაფერი არ იქნება, მაგრამ თუ დააკვირდებით A და B რა რიცხვებია, მოდი ახლა ხო გავამარტივეთ, ახლა 33 მე-20 ხარისხებზე მუშაობას, ან გინდა 1/5 ხარისხთან მუშაობას, გაცილებით ჯობს მერვე და მეოთხე ხარისხთან მუშაობა და მოდი შევიტანოთ ახლა რიცხვითი მაჩვენებლები, 4-ის მერვე ხარისხი შეფარდებული არ შემოშალოს აქ 8-ის მეოთხე ხარისხზე და თუ გვინდა ამაზე ვმუშაოთ ოქროები, დავიყვანოთ ერთ ფუძეზე მით უმეტეს 4 და 8 დადის, ხო? ამ ფუძეზე და ეგ არის 2-ის კვადრატი მერვე ხარისხში, 4-იანი 2-ის კვადრატია. არ დაგავიწყოთ ხარისხი ან თავოსახულებაზე მუშაობის, ერთ-ერთი მთავარი ასეთი ალდაზასავით და დათქვასავით გვაქვს, ხო? დევიზივით გვაქვს, რომ დავიყვანოთ ერთ ფუძეზე, თუ რა თქმა უნდა დაყვანადია. ეგ 8-ის კუბია 4 ხარისხში, ეს გამოდის 2-ის მე-16 ხარისხი შეფარდებული 2-ის მე-12 ხარისხთან, ერთ და ერთ ფუძეადების გაყოფა გამოდის და ხარისხის მაჩვენებლებს გამოვაკდებათ ერთმანეთი და ეგ იქნება 2-ის მე-4 ხარისხი. ანუ 16. ну თუ რამე მექანიკური შესწავლა არ მოხსნია, წარმატებით უნდა დაგვითვალა წესით. აღარ გვინდა მეორე, პირველი უფრო საინტერესო გამოდგა, მეორეს ანალოგიურად გააკეთებთ და ერთი მნიშვნელობა იქნებოდა შესატანი და ამას მოუვლით ალბათ. არ იქნება პრობლემა, ალბათ კი არა მოუვლით. 47-ეს მოდი ახლა აქაც მსგავსი რუტინებია და მოდი გავაკეთეთ ჯერ მეორე, ახლახოთ ზედმეტად მარტივად ხომ არ ვთვლი 24 1/3 ხარისხში გამრავლებული უბური ფესვი 125 A მე-6 ხარისხში, აი ასე და ასე. ახლა აი როგორც მეგობრებო, წილადებზე და აწილადებზე მუშაობის დროს, აი მაგალითად გქონდა ჩვენ სიტუაცია, რომ მე გთხოვეთ ყოველთვის წილადად გადაგექციათ ეგ, ხო? აქ და შეგიძლიათ სხვა გემოვნებით გააკეთოთ და წილადები გადააქციოთ აწილადებად, შეიძლება აქაც მსგავსი რაღაც დილების წინაშე დავდგეთ, ყოველთვის წილად ხარისხად წარმოვადგინოთ, თუ ავდგეთ და წარმოვადგინოთ რა ვთქვათ, ასე ფესვებად, რადიკალის სიმბოლოებით. რა გითხრათ ახლა როდის როგორ, მაგრამ ალბათ თუ ცოტა ნაკლებ გავარჯიშებული ხართ, ისე ფესვის სიმბოლოების ყურება ჯობს. შეიძლება ნაკლებ აგერიოთ რაღაც მომენტები და კაი, მოდი ნახოთ. აქაც ახლა 24 რო წარმოგვიდგინდა ჩვენ ასე ყუბურ ფესვად, ხო? მაშინ რა მოხდებოდა? ხო შევიდოდა ერთ ფესვში რიცხველი, ეს იქნებოდა 24-ჯერ 125 A მე-6.
აი ასეთი თემა. და ქვემოთ მეექვსე ხარისხის ფესვია და აქ როგორ მოვიქცეოდით? ბრიცხველსაც გავხდიდი მეექვსე ხარისხის ფესვა, ნუ პრინციპში ასე გაკეთდებოდა ეგ, ხო? ხარისხის, ანუ ფესვის ხარისხის მაჩვენებელს გავრავებდი 2-ზე და რა თქმა უნდა, შიგთავსიც მთლიანად უნდა ასულიყო მთლიანად ეგ შიგთავსი კვადრატში. 24 გავრავლებული 126 6-ზე კვადრატში. ცოტა დიდ რიცხვებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამასაც დაძლებდით. მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში ახლა მეგობრებო, მაგალითი საშუალებას გვაძლევს რა დავინახოთ. 154 ხომ არის ოქროები 12-ის კვადრატი. და შეგვიძლია ეს შევკვეცოთ აქ. და ეს იქნებოდა კუბური ფესვი 12-დან, ხო? რატო იკვეცება? ეგ თქვით უკვე ეს არის ენური ხარისხის ფესვის ერთ-ერთი თვისება. მაშინ რა მოხდება? ხო შეიძლება მთლიანად ერთ კუბურ ფესვში შევიდადოთ. ზემოთ 24-ჯერ 126 AB6 გვაქვს. ქვემოთ 12 გვაქვს. ეს 24 და 12 იკვეცება აქ 2-ა, მეგობრებო. და ნუ რა გამოდის? ეს არის კუბური ფესვი. მოდი დავშალოთ ახლა მომრავლებად. 126 არის 63-ჯერ 2, ხო? 63-იც, ანუ ეს ორიანი რო დავწეროთ და ანუ რომ მარტივად რომ გამოვიტანო, ახლა 2-ჯერ 126 არის რამდენია? 252-ია, ხო? ვერ მეშლება. 252 რისი ხარისხია, თვალით შეიძლება ვერ მივხვდი ახლა და 126 რო დავშალოთ მომრავლებად. ეს არის 2-ჯერ 3-ჯერ 7-ია თუ ავწევი რა. არ მეშლება? 120 დავშალოთ. ეს არის 63. მოიცა 126 რა, შუაში 125 იყო. ვახ. რა ცუდია მაქედან ონლაინ მოსმენის დროს ხმას ვერ მართ, ხო? ბოტიში. ასე რაღაცა რომ შეგეშლება პირველ რიგში დააკვირდით პირობა ხომ არ გაქვთ სულად გადაწერილი. და მე გავაკრიტიკოთ ავტორი ან საკუთარი თავი. მე მაინც გასაკრიტიკებელი ვარ ახლა, უყურადღება გამოვიჩინე, მაგრამ ანუ ამოცანა არ ჩათვალოთ ყურად, ან არ ჩათვალოთ, რომ თქვენ ვერ აკეთებთ რაღაცას. ჯერ შეასწორეთ პირობა. გადაავლეთ თვალი. ანუ რა გამოვიდოთ? აქ ეს არის 2-ჯერ 125 5-ის კუბია AB6 და ეკიდან მეგობრებო 5-ის კუბიდან ამოდის კუბური ფესვი, 5-ია, 106 ხარისხიდან ამოდის კუბური ფესვი კვადრატია და მოravelებული კუბური ფესვი 2 დარჩებოდა. კაი, მოდი უცებ გავაკეთოთ მეგობრებო 47-ის მე-4-ს, რა სიტყვობს 9m ადის 3 მეორე ხარისხში, m ადის -1/3 ხარისხში და m5. აი მაგალითად აქ ახლა წილადებად დატოვება ჯობს რატო? იმიტომ რომ წილადი ხარისხების სახით, როდესაც არის წარმოდგენილი გამოსახულება, აი მაგალითად 5m1/2 და 1m3, ეგ ჩვეულებრივი ერთადერთი ფუნქციონალების გამოვლების წესით შეგიძლიათ დაამუშავოთ. ანუ ხარისხის მაჩვენებლებს ერთმანეთი დაემატება. ეს იქნება 5/6 ხარისხი. ანუ შენ რომ გექნა ახლა ეს ხო კვადრატული ფესვია, ეს ხო კუბური ფესვია. ამდგარიყავი და ეს მე-6 ხარისხამდე მიგეყვანა. ეს მე-6 ხარისხამდე რომ მივიდოდა ოქროები, იქნებოდა m კუბი, და 3-ზე უნდა გამრავლებულიყო ხო ფესვიც და m-ის ხარისხიც. ეს იქნებოდა მე-6 ხარისხამდე რომ მივიდოდა m კვადრატი. რა თქმა უნდა, ეს ერთი და იმავე ფესვში შევიდოდა და იქნებოდა m5. ვიღაცა შეიძლება ასე დამუშავება მოწონდეს ეს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ესეც სწორია. და შეიძლება ახლა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეს უფრო არ მოდის. აბა წავიდეთ. 9-ს ადის 3 მეორე ხარისხში, ახლა ჩვენ გვინდა m-ებზე მუშაობა, ახლა ამ შემთხვევაში რომ გავამარტივოთ. როგორც ჩვეულებრივი ხარისხების დროს ვაკეთებთ ნატურალურ ხარისხების დროს, აქაც იგივერად ვიმუშაოთ. 5/6 ხარისხი. აქ
როგორ დავამუშავოთ ახლა 9-ს 2/3 ხარისხი. შეგიძლიათ ასე გავაკეთოთ. 9 ხო არის 3-ის კვადრატი. 3-ის კვადრატი ადის 3/2 ხარისხში, ეს იგივეა ახარისხი არის ახარისხება, ანუ ხარისხის მაჩვენებლები ერთმანეთზე გავამრავლოთ. 2 გამრავლდება 3/2-ზე, ეს იკვეცება და ეს იქნება 3-ის კუბი. ასეთ შეგიძლიათ დავამუშავოთ. 3-ის კუბი გამრავლებული m ერთნაირი ფუძიანების გამრავლების დროს ხარისხის მაჩვენებლები იკრიბება. ანუ 3/2-ს დაემატებოდა -1/2. ქვემოთ 5/6 ხარისხი გვაქვს. 6-იანი თამასად დავწეროთ ასე. ეს იქნებოდა დავწეროთ. ხო, აი 5/6, აქ იქნებოდა 3-ის კუბი 27. ეგრე არის 3/2-ს გამოკლებული ერთმანეთი, რომლის ერთი ხარისხი. აქაც ახლა ერთნაირი ფუძიანების გაყოფაა და ხარისხის მაჩვენებლებს ერთმანეთი გამოაკლდებათ. ეგ იქნება 1/6, ხო, 27 1/6 ხარისხში. ასეთ შეგიძლიათ დატოვოთ, შეგიძლიათ 6 ხარისხის ფესვი m-ი დაწეროთ. რაღაცა გარკვეული განსაკუთრებული შესავლის გარეშე შემოგიტანეთ, ახლა მე მუშაობა აქ მეგობრებო ხარისხებზე, მაგრამ წილად ხარისხებს მაგრამ იმედია არ დავიგნებით და წარმატებით განვახორციელებთ. აი, შევამოწმოთ რაღაც კოდის სხვა პასუხი, მივიღეთ 47-ის მეოთხე. 47-ის მეოთხე, აქ არის m-ი 1/3 ხარისხში და რა გვერია? m-ი 1/3 ხარისხში. 1/3 ხარისხში რა შეგვეშალა? აქ მოწერა ხო არ შევშლია? გადაწერა ბოდიშკირთით. ცუდად გადავწერე, აქ 1/3 იყო და 1/2 გადავწერე. კაი, არ გვინდა ახლა ამაზე დაკარგოთ დროის დაკარგვა, ვითომ 1/2 ეწერა აქ. ბოდიშკირთით, ჩემი ყურადღებობის ბრალია, მაგრამ 1/2 ყოფილიყო ხო იქნებოდა ასე. არაფერი არ იცვლება ძალიან მარტივია, ჩვეულებრივად 3/2-ს გამოაკლებდით 1/3-ს, ეს იქნებოდა 6 საერთო მნიშვნელი და 9-ს გამოკლებული 2, ანუ იქნებოდა 7/6 და გამოაკდებოდა 5/6, 2/6 და 1/3 დარჩებოდათ ხარისხში. კაი, ბოდიშკირთით, მაგრამ არ გვინდა ამაზე მეტი დროის დაკარგვა. კარგი ბატონო, მოდი 42-საც დავაკვირდეთ რა ხდება. შეასრულოთ მოქმედებები შემოკლებული გამრავლების ფორმულების გამოყენებით. მგონია რომ საკმაოდ მარტივი სავარჯიშოა ესეც. მოდი უცებ რამდენიმე მათგანი დავწეროთ, აი პირველში მაგალითად, აი თუნდაც მოდი გავაკეთოთ და მეორე ვნახოთ, აი აქ ასე მეორე ვნახოთ. ესე იგი მეოთხე ხარისხის ფესვი 7 მინუს ფესვი 33, გამრავლებული მეოთხე ხარისხის ფესვი 7 პლუს ფესვი 33. ეგ ერთი და იგივე ხარისხის ფესვებია გარედან, ანუ ესენი შიგთავსი შევაშიგნით და შიგნით რომ შევა მეგობრებო ესენი შეუღლებულების ნამრავლი არ გამოდი 7 მინუს ფესვი 33 მრავლდება 7 პლუს ფესვი 33-ზე. ეგრე არის, ეს არის ოქროები 7-ის კვადრატს გამოკლებული ფესვი 33-ის კვადრატი, ანუ იდეაში 49-ს გამოკლებული 33, ეს არის 16 და ანუ ფაქტობრივად შეგვჭირდებოდა მეოთხე ხარისხის ფესვი 16-დან, ანუ 2 იქნება. ძალიან მარტივად დავლაგდებოდა ეს. 5-ის 48-ის მეორე ნომერში რა ხდება ახლა? ეგეც ანალოგიურად შეუღლებულების ნამრავლია პირველი, აი მეორე მაგალითს რა ეხება, ესეც ვერაფერს ვერ გვიზავს, ეგეც ძალიან მარტივად შეგვიძლია დავალაგოთ, ისე მექანიკური შესწავლისკენ მიდრეკილი ვარ და 48-ის პირველის მეორე შევამოწმებ, კი 2 იყო სწორია და ამას ძალიან მარტივად გამკლავდებით, ახლა დააკვირდით მეგობრებო, რა ხდება. ანუ უბრალოდ ახლა აქ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ავტორი არ გვეუბნება სრულყოფილად რა უნდა განსხვავებები გამოიყენეთ, მაგრამ
ზედა მაგალითი აი პირველი ნომრის მაგალითები, მეორეს პირველი მაგალითი იყო გამარტივებაზე. ახლა ამის გამარტივება ვერაფერი განსაკუთრებული მომენტი არ არის. ფესვი m-ის კვადრატი, ეს m იქნება გამოკლებული, გაორკეცებული ნამრავლი, ანუ ამის და ამის გაორკეცებული ნამრავლი ესა 4 ფესვი m-ი, დამატებული 2-ის კვადრატი, ეს არის 4, დამატებული 8 ფესვი m-ი. ესენი მოქმედებენ და ანუ მოდი ასე დავწყოთ, თანმიმდევრობა დავცვათ m-ს, დამატებული 4 ფესვი m-ი, დამატებული 4. ასეთი თემა. გამარტივებული სახით ეს ასე დარჩა, ალბათ ეგ არაფერი განსაკუთრებული სირთულე არა, მაგრამ საინტერესო არის სხვა დეტალი. მეგობრებო, რომ თქვენ დაინახოთ, რომ ეს ხომ ფესვი m-ის კვადრატია. ეს ხომ გაორკეცებული ნამრავლია ფესვი m-ისა და 2-ის და ეგ არის 2-ის კვადრატი. ანუ ეგ არ გამოვიდა a კვადრატს პლუს 2a პლუს b კვადრატის მომენტი. ესე იგი, ეს შეგვიძლია დავშალოთ ნამრავლად. ახლა წარმოადგინოთ ნამრავლად. ფესვი m-ს პლუს 2. ალბათ აქ აკლია, რომ ეს ნამრავლად გადაგვიქცია ეს კონკრეტული სიტუაცია. ახლა შეხედეთ 5-48-ის მესამეში იგივე კონტექსტია უქროები. აი თუ თქვენ ფესვის აქვს, აი კუბური ფესვის აქვს წარმოიდგენთ a-დ და კუბური ფესვი 2-ს წარმოიდგენთ b-დ, მაშინ ეს ხო გამოდის უქროები a-ს გამოკლებული b. ეს ხო a კვადრატი გამოდის აქ, იმედია ხედავთ აქ წვრილად ვაწე. ეს ხო აი ეს გამოდის გაორკეცებული ნამრავლი 100 და b-ში, ხო? ანუ კუბური ფესვი, ძალიან ბნელად ჩანს ეს და კუბური ფესვი 9 გამოდის ოქროები კვადრატი. კუბური ფესვი 6 ხო გამოდის, კუბური ფესვი 3-ჯერ კუბური ფესვი 2, ანუ გამოდის ab. კუბური ფესვი 4 გამოდის b კვადრატი და მაშინ გამოგვივიდა მეგობრებო ჩვენ მინუს b-ჯერ a კვადრატს პლუს ab პლუს b კვადრატი. ანუ a კუბს მინუს b კუბის ფორმულა. ეგ ძალიან ჭირდება ასეთი რაღაცების დანახვა, მნიშვნელოვანია, თვალისთვის ტვინის გასავითარებლად კარგია. ანუ ფაქტობრივად ჩვენ გვექნებოდა კუბური ფესვის 3-ის კუბს გამოკლებული კუბური ფესვი 2-ის კუბი. რა თქმა უნდა, ესენი შეგვიძლია ასე და ეს არის 3-2. ძალიან ლამაზი პასუხი მივიღეთ ერთიანი. კარგი ბატონო. ახლა ხომარაჯობებს 48-სთან ყურს შევწყვიტოთ ვიდეო. მე 59-ს განსაკუთრებულ არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ მოდი არ გამოვტოვოთ მაინც და იყოს 48-სთან გავჩერდეთ ვაში ჩვენ და 59-დან დაახლოებით 50 წუთიანი ვიდეო გამოვიდეს, მე გავაგრძელოთ საუბარი.